მე გახლავართ სანდრო ჯეჯელავა. რას ვაკეთებ? ესე იგი 10 წელია რაც ვასწავლი, ეს არის ერთი ასპექტი ჩემი ცხოვრების. რამდენიმე უნივერსიტეტში ვასწავლიდი და ზოგან ეხლაც ვასწავლი. 5 წლის წინ დავაარსეთ, აქ სხვადასხვა ჩემი პარტნიორია, ვისთან ერთადაც დავაარსეთ მართვის აკადემია, ეს არის ტრეინინგ ცენტრი. თუმცა ეს ტრეინინგ ცენტრი სტუდენტებთან არ მუშაობს, ანუ ჩვენ მუშაობთ მოქმედ მენეჯერებთან. ეს არის მეორე ასპექტი, მნიშვნელოვანი ჩემთვის. მესამე არის ის, რომ განათლება, პირველი ჩემი განათლება არის გამოყენებითი მათემატიკა, ანუ IT-შნიკად დავიწყე, ესე იგი ჩემი კარიერა და მაგრამ მალევე, ასე ვთქვათ, გადავედი მენეჯმენტის მიმართულებით და 1-20 წელი ალბათ უკვე ცოტა მეტი ალბათ ვარ მოკლედ მენეჯმენტით დაკავებული, ასე ვთქვათ, ხო? და მათ შორის, რა ვიცი, ერთ-ერთი თემა, რომელიც მე მადარდებს და მაინტერესებს, არის ეს ბიზნესის საკითხი, იმიტომ რომ პრობლემა გამოიყურება დაახლოებით ესე, რომ თქვენ ხართ სტუდენტებს გულისხმობ ამ წუთას, პრინციპში ელიტა, ასე ვთქვათ, ქართული აი ამ სტუდენტური ნაკადის, ხო? ანუ გაუარე ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, ამაში მე დარწმუნებული ვარ, ჩემით, ასე ვთქვათ, თქვენი დარწმუნების გარეშე და მოკლედ თქვენ თუ არ გააკეთებთ ბიზნესს, ხო? მაშინ თქვენზე უარესები გააკეთებენ ბიზნესს, ანუ რეალურად ჩვენი ამოცანა ქვეყნის პრინციპში არის, რომ ბიზნესი გაკეთდეს, ხარისხიანი, კარგი ბიზნესი რომ გაკეთდეს, რა. სხვა არაფერი არ უშველის, აბსოლუტურად არაფერი. არც სამთავრობო რეფორმები უშველის ამ ქვეყანას, არც ძალიან გულანთებული და გულწრფელი და მოტივირებული მთავრობა, არც ბანკები არ უშველიან, თუმცა ბანკების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. ერთადერთი, ვისაც შეუძლია უშველოს ჩვენნაირ ქვეყანას, ეს არის პატარა და საშუალო ბიზნესები. ეს არის ფაქტი, ანუ ამას არ ჩაუღრმავდები, ამას მოგაწოდებთ როგორც აქსიომას, რა მოკლედ. ქვეყანა თუ გადარჩება იმ შემთხვევაში, თუ პატარა და საშუალო ბიზნესები განვითარდებიან. ეხლა მინდა გკითხოთ, აი ეხლა, რაც თქვენ აკვირდებით, ვითარდებიან ეს პატარა და საშუალო ბიზნესები თუ არ ვითარდებიან? ნაწილობრივ. მოგწონთ მათი განვითარება თუ არ მოგწონთ? თუ უკეთესად შეიძლებოდა თუ როგორ არის? უკეთესად შეიძლებოდა, ხო? იხსნებიან, იხურებიან, ესეთი რამე შეგიმჩნევიათ, ხო? ხო, რო იხსნებიან, მე ცოტა ხანში იხურებიან. კარგად რო იწყებენ და ცუდად აგრძელებენ, შეგიმჩნევიათ, ხო? რესტორანი კარგი იყო და მე გაფუჭდა, ხო? მოკლედ, სულ ამაზე ვფიქრობ, ერთ-ერთი ჩემი საფიქრალი არის, რომ რა ჭირს ამ ქართულ ბიზნესებს, რატო ვერ ვითარდებიან და რა უნდა გააკეთონ, რომ განვითარდნენ და თქვენ მინდა დასაწყისში გთხოვოთ, მოგკითხოთ მოსაზრება თქვენი, რა ჭირთ, ასე ვთქვათ, თავარი და ან რამდენიმე მთავარი, მოკლედ რა დაავადებები ჭირთ ამ ჩვენ ბიზნესებს, რაც ხელს უშლით, რომ წინ წავიდნენ და განვითარდნენ. ანუ გეგმა არა აქვთ სტრატეგიული და მიყვებიან დინებას. კიდევ? ხო, ანუ აღრიც სხვა და რაღაცეები არა აქვთ მოწესრიგებული, ხო კი ბატონო? კონცეფცია საიტკენ მიდიან გზარით, ანუ არა მარტო გეგმა არა აქვთ, არამედ ვაფშე საით გაუწევიათ, ისიც არიციან. ხო, რას აკეთებს კონკრეტულადაც ეგ არიცის, ანუ დღეს რას აკეთებს ისიც არიცის, ხო? ხო, ანუ სტარტაპის მომენტში შეიძლება აქტიურად ჩალიჩობდნენ და მე რაღაცა ნორმალურად ვართ, არა გვიშავს და გაჩერდა და განვითარება, ხო? ეგეც ძალიან ხშირია. კანონზომიერია ეს რაც ემართება თუ არა კანონზომიერი. მოკლედ, ცუდი ტიპებია. ერთი ვარიანტი შეგვიძლია ეხლავე დავასკვნათ, რომ ეს ქართველები ვართ ცუდი ტიპები და დავიშალოთ, ესე იგი. მეორე ვარიანტია თქვათ, რომ არა ვართ ეგეთ ძალიან ცუდი ტიპები, მაგრამ რაღაცეები გვეშლება და აი რაღაცეებს თუ გამოვასწორებთ, მერე კაი ტიპები ვიქნებით, ხო, ბიზნესში. კი ბატონო. კი, ნიჭი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. მე ჩემი ამერიკელი მეგობარი იყო აქ სტუმრად და თქვა, რომ ნიჭით და 3 ლარითო ყავა შეგიძლიათ იყიდოთ თბილისშიო, რა. ანუ კაი რამეა, ოღონდ არაფერი არ ღირს. ანუ ნიჭი, მოიტან ნიჭის ლომბარდი, ასე ვთქვათ,
არ იძლევა თანხას რა. შენ რომ მიხვიდე და თქვა რომ აი ჩემი ნიჭი და რამდენს მოგცემთ, ესე იგი ბუბლიქს. ვერაფერს ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ნიჭი არაფერი არ ღირს. რატო არაფერი არ ღირს? არტე ხავს, ხო უნდა ღირდეს ნიჭი რაღაც. მიხვალ ნიჭიერი, გაგიზომავენ ნიჭს და მოგცემენ, თქვათ, მილიონს. კარგი არ იქნებოდა? ხო და ამაშია საქმე, იმიტომ რომ ესე იგი ნიჭი და იდეები არის კონამანეთად. ეხლა ამ ოთახში რომ იდეები შევაგროვოთ, ბიზნეს იდეები, კოსმოსში გავფრინდებით და მთვარეს დავასახლებთ, მარსსაც და ასე შემდეგ. ოღონდ გამკეთებელი არ აღმოჩნდება. რო ვიტყვით რომ წამო დავიწყოთ, ეხლა ვიღაცა იტყვის რომ არა, ეხლა მეჩქარება და თქვენ დაიწყეთ და მე შემოგიერთდებით, ესე იგი მთვარეზე რომ გამაგრდებით, თქვენთანა ვარ, ხო? მანამდე საქმეებმა გამოცდები მაქვს, სწავლა ისა, სამსახური რაღაცეები. მოკლედ საქმის გაკეთებაში არის უფრო პრობლემა, ნიჭი და იდეები, მოკლედ მართლა ნიჭი და იდეები მართლა ბევრია ამ საზოგადოებაში. იმას ვერ ვიტყვი რომ სხვაგან არ არის, მაგრამ მოკლედ ამის დეფიციტი ნახდათ არ აქვს რა. ნიჭის მაღაზიაში ალაგია თაროები სავსეა, იდეების მაღაზიაში აღარ ეტევა იმდენია იდეები, ხო? ოღონდ ბიზნესი მაინც არ ვარგა. რატო არის ეს ქართული ბიზნესები ცუდად? საქმე უნდა გააკეთონ, ხო, იდეაში და ვერ აკეთებენ საქმეს და რატო ვერ აკეთებენ საქმეს? არ უყვართ თავიანთი საქმეო, ხო? ეთანხმებით რომ არ უყვართ თავიანთი საქმე თუ არ ეთანხმებით? როგორ? უმრავლესობას არ უყვარს, ხო? ანგარებით ხო არ არიან დაქორწინებული თავის საქმეზე, შემთხვევით. უსიყვარულოდ ქორწინებაზე ვილაპარაკოთ, მოდი ცოტა ხანს, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ფუნდამენტური პრინციპები უსიყვარულო ბიზნესში და უსიყვარულო ქორწინებაში არის დაახლოებით ერთნაირი, ხო? მოკლედ, სიყვარულის გარდა რატომ შეიძლება დავქორწინდე ვინმეზე, ხო? სქესი სულ ერთი ბიჭი ხარ და გოგოზეა საუბარი თუ გოგო ხარ და ბიჭზე, ხო? რატომ შეიძლება არ გიყვარდეს, ხო? ან არც ისე გიყვარდეს, რა ვიცი, ეს საზომები არ ვიცი როგორია და დაქორწინდე ვიღაცაზე. ხო, ანუ ერთი არის გათვლა, ხო? სიყვარული გათვლით, ესე იგი ბრაკ პარაშოტო არსებობს ესეთი. ხუმრობა იყო ესეთი, რომ მას უნდა რომ გათხოვილიყო გათვლითო, მაგრამ ჰუმანიტარი იყო და არ გამოვიდაო. ამასაც ჭკუა უნდა სხვათა შორის რომ კარგად გათვალო რა. იმიტომ რომ ზედაპირული გათვლები მოკლედ ცოტა რისკიანი ამბავია, ხო? გავთვალე და დავქორწინდი. სულ ერთია ესე იგი ბიჭი ვარ და ცოლი მოვიყვანე მდიდარი თუ გოგო ვარ და გავყევი მდიდარს, რა რისკები აქვს ამ ვარიანტს? რა რისკები აქვს? რამე რისკები აქვს? აქვს, ხო, რა რისკები აქვს? დიდხანს არ შენარჩუნება, რატომ? ის ფულის ხიბლი ხო გაივლის, ხო? მოკლედ ის რაღაც სტანდარტი, ხო? რაღაცა რომ ძალიან გინდოდა და არ ქონდა, ხო? მე ვასობ ხაკაძის ლექსი იყო. მე კი არ ამიშავსა და შენ რა გეშველება მე 6 iPhone-ი რო გამოვაო რა. ანუ მე 5 iPhone-ს თუ გაყევი, მე 6-ე რო გამოვა შარში ვარ, ესე იგი. იმიტომ რომ მოკლედ ეს სტანდარტი არის მზარდი, ხო? გაგივლის, ანუ ეს ხიბლი გაივლის, ხო? ეხლა არის თუ არა შეკითხვა მაქვს ესეთი, თუ შენი რჩეული აირჩიე გარეგნობით. ფულით კი არა, გარეგნობით. არის ეს მერკანტილური ქორწინება თუ არა? არის. როგორ არა? იმიტომ რომ აქტივია, ჩვეულებრივი, რომელიც რაღაცაში სიყვარულია, მაგას ამბობთ რომ ეგ არის სიყვარული? ვერ იქნება, ხო? მერკანტილური არ არის, ფულში არ არის. ოღონდ რაღაცა სხვა ვალუტაა მოკლედ რა. ანუ ფული არ არის, მაგრამ სხვა ვალუტაა, ხო? რა დაემართება ამ ამბავს? გაივლის, ხო? გაივლის წლებთან ერთად, გაივლის შეჩვევასთან ერთად, ხო? შეიძლება ეს იყოს ზღაპრული სილამაზის იყოს თქვენ მეუღლე, მაგრამ ყოველ დღე რო გვერდზე არის, ის ჩვეულებრივია უკვე რა. როგორც ძალიან მდიდრებს, ის სიმდიდრე აღარ ემდიდრებათ, ასე ვთქვათ, და უფრო დიდი სიმდიდრე ემდიდრებათ, ასევე ძალიან ლამაზები ჩვეულებრივები ხდებიან, ხო? კაი ბატონო, კავშირების გამო
დავქორწინდი. ესე იგი რომ მის ოჯახს, კაი ოჯახის შვილია ჩემო ბატონო, ესეთი რაღაცები ხდება. და მის ოჯახს მოკლედ ყველას იცნობენ და იქ სამსახურზე იქნება დახმარება თუ ამაზე თუ იმაზე, მოკლედ მორეკავენ, ყველაფერს გააკეთებენ. ეს კარგი აზრია? არა ხო? რატომ? კარგი აზრია, მაგრამ რამდენ ხანს დარჩება კარგი აზრი? ხო. მოკლედ შენ არ ჩუნდება ეს ოჯახი, ყველა ჩამოთვლილი თუ არ შენარჩუნდება, ეს არის საინტერესო. დიახ, ანგარებით ქორწინებაზე და სხვადასხვანაირ სახეობებზე. შენ არ ჩუნდება თუ არ შენარჩუნდება, როგორ ფიქრობთ? სულ რაღაცა თუ არ დაემატა, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სიახლე ჭირდება. სიახლე ჭირდება, ხო რაღაცას? კი ბატონო. დაუშვათ რომ სიახლეები არის ხანდახან, ხო? რამდენ ხანში ერთხელ დაემატება თქვენს ურთიერთობას რაღაცა ახალი. მოკლედ, ერთფეროვანია ქორწინება თუ მრავალფეროვანია? ესეთ შეკითხვა მაქვს. ერთფეროვანი რუტინაა, აი როგორც სამსახურს რო არჩევ. მაგას ხო აფასებ, რომ რუტინულია უფრო თუ უფრო შემოქმედებითია. ვისაც გააქვთ ოჯახები, ესე იგი ოჯახები ყველას გაქვთ, თუნდაც თქვენი დიდი ოჯახები, ხო? შემოქმედებითი ამბავია თუ რუტინული, აი პროცენტულად როგორ არის? ხო? ეთანხმებით 70-80% რუტინაა და ეს რო ძალიან მაგარი ოჯახი ფეერვერკები რო არის ყოველ საღამოს სად არის? ჰოლივუდში არ სად არა. მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ სულ რაღაცა ახალი უნდა იყოს, ხო? ურთიერთობებში, ოჯახში, იმისთვის რომ ეს შენარჩუნდეს, ხო? იმიტომ რომ გუშინდელი ველიოები, ფასეულობები ცოტა ფერმკრთალდება. ესე იგი, რო გნახე პირველად გადავირიე, 1267-ად რო გნახე, არა უშავს. ხო? რო შემოვედი მაგარ სახლში პირველად გადავირიე, 1763-ად რო დავალაგე, მოკლედ აღარ გადავირიე, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა რაღაცა მზარდი პლანკა უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს excitement, ანუ აღტყინება თუ რა ქვია ამას, რაღაცა ხალისი შენარჩუნდეს, ხო? დაუბრუნდეთ ისევ ბიზნესს და ეხლა მოვსინჯოთ, არის თუ არა იგივე პრობლემა ბიზნესში, ასე ვთქვათ. ანუ ჯერ დავიწყოთ იმით, ანგარებით ბიზნესთან, ესე იგი, ანგარებით ბიზნესის დაწყება რა პროცენტი იქნება თქვენი აზრით? მოკლედ არა სიყვარულით, არამედ ანგარებით. ძალიან მაღალი, ძალიან უმაღლესი პროცენტია ქორწინებას ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მაგდენი იყოს ქორწინება ანგარებით, რამდენიც ბიზნესი არის ანგარებით. რატო ხდება ესეთი რამე? რატო გაგიჟდა ყველა და ანგარებით რატო აკეთებს ბიზნესი? რო კითხო ადამიანებს, ბიზნესი არის ფულის შოვნის საშუალება და რას ქვია ანგარებით ბიზნესი? აბა რითი, ხო? არაანგარებით ბიზნესი შეგხვედრიათ? ანუ ტიპი, რომელსაც მაგ მიზეზით არ დაუწყია, ფულს არ შოულობს თქო კი არა. არამედ ეგ არ არის მთავარი. უყვარს. კი ბატონო. ჟურნალისტებთან თუ გქონიათ, ან თუ ხართ ვინმე ჟურნალისტები. რო დაიწყეთ, კარგი ანაზღაურება გექნებოდათ სავარაუდოდ. კი? ჟურნალისტად რო დაიწყეთ, ხო? უმეტესობას, თქვათ, რეპორტერებს რამდენი აქვთ ანაზღაურება? ახლა არ ვიცი. ძალიან ცოტა. სამუშაო პირობები როგორი აქვთ? ძალიან ცუდი. მოკლედ, რო შეაფასო, აწონ-დაწონო, ესე იგი, დამწყები ჟურნალისტი, პატარა წვრილფეხი ჟურნალისტი, ტრაგედია. ოღონდ წაყვანა რო სცადო ტელევიზიიდან ვერ წაიყვან. ხო, რატომ? იმიტომ რომ უყვარს. ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ადამიანი უყვარს, ასე უყვარს თავისი, რასაც აკეთებს, ის ცხოვრების სტილი უყვარს, წასვლა-მოსვლა უყვარს, დიჟენიობა უყვარს, რაღაც. ვისაც არ უყვარს, ძალიან მარტივად არის საქმე, გაძლებს ორ თვეს და დაამთავრებს. იმიტომ რომ ეს არანორმალური სამუშაოა, თუ შეყვარებული არ ახარ და თუ შეყვარებული ხარ, ძალიან მაგარი სამუშაო. Google-ზე ხო გსმენიათ ბევრი კარგი რამე, ხო? იცით რა შვება Google-ი, ეს არ ვიცი თუ გსმენიათ, ბაზარზე ნაკლებ ხელფას სიხდის. ანუ, შენ რომ მოხვედი ორაკლიდან, ჩემი მეგობარი გადავიდა ორაკლიდან Google-ში, უთხრეს რომ რამდენი გქონდა ხელფასი, ამან უთხრა რომ გქონდა რაღაცა $72,000 წელიწადში, იმათ უთხრეს რომ მოგცემთ 60. ხო? ამან უთხრა რომ ალბათ ვერ გაიგეთო 72 მქონდაო და იმათ უთხრეს რომ გადასარევად გავიგეთო და 60 მოგცემთო.
რატომ შეიძლება თავაზობდეს Google ტიპებს ნაკლებ ხელფასს? იმიტომ რომ გაიგოს ვის უყვარს და ვის არ უყვარს. შეყვარებული ტიპები უნდა Google-ს უნდა ცოტა დაძრული ტიპები, რომელიც ამბობს რომ ოღონდ ამ კარში შემიშვით, ხო? და გადამიხადეთ 16,000 ნაკლები, ხო? აი ესეთი დაძრული ტიპები. იპოვის ესეთ დაძრულ ტიპებს თუ ვერ იპოვის. ხო და ფაქტია რომ პოულობს. ოღონდ ბევრი დიდი მოთხოვნა ჭირდება იმისთვის რომ ესეთი ტიპები იპოვოს, ხო? სამოხალისეო საქმიანობაში შეიძლება ბევრ თქვენგანს ქონია შეხება ეს კლუბები, ფონდები, რაღაცეები, NGO-ები, რომლებიც თქვა დიდი და ჩამოყალიბებული NGO კი არა, ესეთი, რომ აი ჩვენ რო დავიწყეთ, ხო? მოხალისეების პოვნა გამოგდით თუ არ გამოგდით? თემას გააჩნია, ხო? რთულია, უნდა ვთქვათ, რომ რთულია, ცხადია, ანუ სიყვარულით როცა ეძებ, ფული რო გამოაკლდა სიტუაციას რთულია. ზატო უკეთესი რითი არის, ვისაც იპოვი. უკეთესად აკეთებს და მე ერთგულების ხარისხი არის მეტი, ხო? რეალურად ტიპებს ერთგულების ხარისხი აქვთ მეტი. მოკლედ კიდე ერთი ამბავი უნდა ვთქვათ, კარგი ამბებიც არის, აქ ცუდი ამბებიც არის. დემოგრაფიას უნდა შევეხოთ ერთი წუთით. მილენიალები იცით ვინ არიან? Millennials, ხო, 1000 წლეულელები. ვინ არიან? 2000 წლის რა? მოსავალი. მერე დაბადებულები. ცოტა იქით გააჩოჩეს საზღვარი. იცით როგორ ამბობენ, რომ 90 წლიანებიც მაგალითად მილენიალები არიან, იმიტომ რომ აზზე მოვიდნენ ამ 1000 წლეულში, ასე ვთქვათ რა. ანუ დაბადების თარიღით კი არ არის. აზზე მოსვლის თარიღით არის, უხეშად რო ვთქვათ, თან ზუსტით საზღვარი არა აქვს. შეიძლება 88-იანიც ჩავთვალოთ მილენიალად, შეიძლება 92-იანად, ესე იგი მილენიალებო ხელი აიწიეთ. გადასარევია. ძალიან კარგი. ამათ წინა მოდელები 90-მდე დაბადებულებს ეძახის მეცნიერება Generation X, თაობა X. და ეხლა ამათაც აიწიეთ ხელი წინა 20 წელი. ამის წინა 20 წელი. მოკლედ 70-დან სადღაც 90-მდე. იმის წინებიც ხართ? 70-მდე დაბადებულები არიან? არიან, თუ არ არიან? არის. ამათ ეძახიან baby boomerებს, ასე ვთქვათ, ანუ ეს სამი თაობა არის ეხლა საქმეში. Baby boomerები, Generation X-ელები, მე და მილენიალები, ხო? თქვენი ვინც ხართ ისი მილენიალები, თქვენი მშობლები და მასწავლებლები ვინ არიან? X-ელები, ხო? X-ები, ხო? მილენიალები, მშობლები, მასწავლებლები, მრჩეველები არიან X-ები. ხო? იმათი მრჩეველები და მასწავლებლები იყვნენ baby boomerები. თუმცა baby boomerები ის არის, ეხლა Generation X-ის ხანაა, ბატონობს Generation X-ი, ცოტა ხანში გაიჩოჩებს და მილენიალები გაბატონდებიან, ხო? თავრობაშიც, იმაში ყველაფერში, ბიზნესში და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზუსტად ეხლა შემოდიან მილენიალები ბიზნესში. ხო? ანუ ყველაზე ასაკიანი მილენიალები 25 წლის არიან, ნუ 25, 26, 27 წლის არიან ეხლა, ხო? ესენი ძალიან განსხვავდებიანო ერთმანეთისგან ამბობენ და რა ვიცი, ვინმე ვინც მუშაობთ და ყავთ თანამშრომლები თქვენზე ვთქვათ 10 წლით უფროსი, ალბათ ყავთ, რამე განსხვავებებს ატყობთ, აი მნიშვნელოვან განსხვავებებს თუ ვერ ატყობთ. სიახლის შიში შეიძლება გქონდეთ, კი ბატონო, იმათ უფრო მეტად ვიდრე ამათ, ხო? კაი, კიდე შეიძლება ცოტა უფრო კონსერვატიული იყვნენ, ხო? კი ბატონო. კიდე? ხო, ანუ განსხვავებული აზრები აქვს ზოგადად ამათ და იმათ უფრო მეტად, ხო? ხო, თუნდაც 10 წელს სხვაობაში, ხო? ხო, ანუ 25 წლის და 35 წლის ტიპს შორის ამბობენ, რომ საზღვარი გადის. მაგალითად, რას ამბობენ იცი მილენიალებზე? მილენიალებზე ამბობენ, რომ თუ Generation X-ისთვის ერთ სამსახურში გაჩერების საშუალო დრო იყო 5 წელი, მოკლედ, ნორმალური წყნარად, ბედნიერად 5 წელი არის ერთ სამსახურში Generation X-ერი, მილენიალისთვის არის 2 წელი.
დაჩქარებულია მილენიალები არიან დანავაროდგებული ვერსია, ასე ვთქვათ, სხვანაირი, აბსოლუტურად სხვანაირი. ევოლუციაა ხალხო, ჩვეულებრივი დარვინის ევოლუცია მუშაობს და უფრო ნავაროჩენი ხალხი ცვლის ნაკლებად ნავაროჩენის. ანუ მე რა ნავაროდგებიც მაქვს, იმაზე გაცილებით მეტი ნავაროდგები გაქვთ თქვენ. ხო, ვინც ხართ მილენიალები. ეხლა უფრო ნაკლებ ნავაროჩენების ბიზნესებში რო იმუშავებენ, უფრო ნავაროჩენები რა მოხდება? მოკლედ მილენიალები რო ყავს დაქირავებული X, ხო? რა მოხდება? ესენი განავითარებენ, ხო? ამოქაჩავენ, ხო? ის რას უზამს? როგორ? გამოცდილებას გაუზიარებს. ხო არ დაამუხრუჭებს? შეიძლება დაამუხრუჭოს. მოკლედ ეგრე ადვილად არ არის საქმე, ასე ვთქვათ. ანუ რომ ეს სიამტკბილობა რომ იცი რა, მოკლედ ვიღაცა რომ მოვა, მე მიმუშავია ესე იგი მილენიალებთანაც, X-ელებთან, მე თვითონ X-ელი ვარ და ჩემ წინებთანაც. მე როცა დავიწყე მუშაობა, ბეიბი ბუმერების ხანა იყო და მე მეუბნები რომ პატარა ბიჭი შენ აეგერ დაჯექი და ჩვენ ეხლა გადავწყვიტავთ და გეტყვით, ესე იგი და ძალიან არ მომწონდა ეს ამბავი. ეხლა ჩემი დროა, ესე იგი და მეუბნები რომ აბა პატარა გოგო, შენ დაჯექი და ჩვენ გადავწყვიტავთ და იმას არ მოწონს, ხო, ხვალ თქვენი დრო იქნება და მოკლედ ჩვენ დავждებით კუთხეში და ესე იგი, ვისაც აირჩევთ ხმის მიცემით, მოვალთ და ლექციებს წავიკითხავთ და ვისაც არ აირჩევთ, წავალთ და დავისვენებთ, ესე იგი, ხო? პრობლემა არის ის, რომ ძალიან განსხვავდებიან ესენი, აი მართლა განსხვავდებიან, თითქოს საერთოდ ერთი ჯიშის არ არიან რა. და მათ შორის იცით რითი განსხვავდებიან, რომ იმის კეთება, რაც არ ევასებათ, ბეიბი ბუმერების მოგონილია, ბეიბი ბუმერების არა მანამდე მოიგონეს, მაგრამ ბეიბი ბუმერებს, მოკლედ ჩემშობლებს შეეძლოთ 20 წელი ან 40 წელი ემუშავათ სამსახურში, რომელიც კი არ უყვართ, უბრალოდ სამსახურია. ხო? და ძალიან ბევრმა თქვენმა ან მშობელმა და ან ბებიამ და ბაბუამ 40 წელი იმუშავა სამსახურში, რომელზეც რო გეკითხა რომ გიყვარს თუ არა, იტყვის რომ მიყვარს შვილი, შვილო და შვილი და სამსახური რატო უნდა მიყვარდეს? რავი, სამსახურია და ხელფასი მიხდია. ესე იყო. ერთი რო სტანდარტიც ეგრე იყო და ახოდუ იცი რა არის, აქ კი ანაწილებდნენ, მაგრამ ამერიკაშიც ეგრე იყო. ანუ იქაური სტანდარტი თაობა, მოკლედ მოდელი ბეიბი ბუმერის ამბობს რომ სამსახური არის not for fun, ხო? სამსახური არის სამსახური და ცხოვრება არის for fun, ხო? და თანაც ამბობს რომ ცოტა ფანი მყოფნის, ხო? ბევრს ვიმუშავებ და ცოტა ფანის ფული მაინც თუ გამეჩითა, მოკლედ კარგი ცხოვრება მაქვს რა. იმიტომ რომ იმის წინამოდელებს ხოცავდნენ ომში, მიხვდი? და იმასთან კონტრასტით ეს ტიპი ამბობს რომ ხმა არა მაქვს ამოსაღები. ცოცხალი ვარ, ორი თვალი მაქვს, ორი ფეხი მაქვს, დაახლოებით ამ ლოგიკით, ხო? Generation X-ი ცოტა უფრო გაblатავდა უკვე იმათთან შედარებით და თქვა რომ ეხლა ეგრე არა, რომ ცხენი ხო არა ვარ, რომ ის ქნა რა ქვია, ვიმ ვაკეთო ერთი და იგივე. Generation X-ის მენეჯმენტი რომ ნახოთ როგორ შეიცვალა, უკვე გამოჩნდა მიზნების ერთობლივი დასახვა. მაგალითად აღმოჩნდა რომ ბრძანება აღარ შეიძლება, თურმე Generation X-ერისთვის უნდა შეუთანხმო, დაუჯდე და შეუთანხმო. უთხრა რომ აი მე ამის გაკეთება მინდა და რა სიტყვი. და წამოყვება, გააკეთებს ყველაფერს კმაყოფილი იქნება. ასევე Generation X-თან უნდა იყო თბილ ურთიერთობაში. მოკლედ უფროსისგან ჩემნაირებს და არიან აქ ჩემნაირები მეტნაკლებად უნდათ ადამიანური მოპყრობა. და ამით კმაყოფილიან. თანაბარი მოპყრობა არ უნდათ. ხო? მე ძალიან კარგი სპეციალისტი ვიყავი, სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ უფროსი, სიტყვა უფროსი ეხლაც რო ამბობ, რაღაცა სიწევს ჩემში. დიდო უფროსო, ხო? გამიმართლა, რომ ისეთი უფროსები მყავდა, ვინც ადამიანურად მეპყრობოდა, გვერდშიც მეჯდა, პირადადაც ურთიერთობა ქონდა, ოღონდ მე ყოველთვის ესე იგი უფროსი იყო, ესე იგი ეს დისტანცია იყო. მილენიალებს უნდათ რომ მოკლედ ყველა იყოს თანაბარი რა, უფროსი არა ცელი, ხო? კაროჩე საქმეს ვაკეთებთ, ჩემ საქმეში მე ვარ უფროსი, შენ საქმეში შენ ახარ უფროსი, საერთო საქმეში ერთად წყვიტავთ და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ მაგრა იცვლება სიტუაცია. პრობლემა იცით რა არის? მრჩეველები ყავთ სხვა ჯიშის.
მოკლედ თქვენ ხართ სხვა ჯიშის და ვინც მრჩეველები გყავთ, ისინი არიან სხვა ჯიშის. მრჩეველებში გულისხმობ უფროს დაძმებს მაგალითად, რომელიც ძალიან ხშირად არიან მრჩეველები. მშობლებს, რომლებიც ძალიან ხშირად არიან მრჩეველები. სამსახურში უფროს კოლეგებს ან უფროსებს, ასე ვთქვათ, ხო, იერარქიულად. ხო და ეს ტიპები კიდე აზზე არ არიან, შენ რა ხარ, რას წარმოადგენ და რა ჯიშის ხარ, ხო? ამიტომ სერიოზული პრობლემა არის და ეს პრობლემა უკვე იქმნება, რომ შედიან მილენიალები ორგანიზაციებში, ისეთ ორგანიზაციებში, სადაც თითქოს კარგი უნდა იყოს ცხოვრება, იმიტომ რომ იქ ცხოვრები Generation X-ერები, იქიდან სიგნალებს აგზავნიან, რომ აქ არის სრული ბედნიერება. მოდით, ხალხო, ამ საქართველოს ბანკიდან გაისმის გალობა Generation X-ერების, რომ ოდიდო საქართველოს ბანკო, როგორ გაგვაბედნიერე. ან რაღაც სამინისტროდან, რომელშიც კარგი გუნდია შეკრებილი, ისმის გალობა, რომ ჩვენ აქ ადამიანები გვექცევიან, ერთხელაც არ უცემი ვართ. ხო, იმ დილექსშიც კი არ მაგდებენ ორაბედნიერება და შენ ფიქრობ, რომ ხო, შევიდე ახლა რაღაცა ეს გალობა და სიამტკბილობაა და კარგი უნდა იყოს წესი და შედიხარ და кайფი არ არის. არანაირი кайფი არ არის, იმიტომ რომ თანაბარი მოპყრობა მაგალითად, ხო, რაც არის მილენიალების ერთ-ერთი დასაყრდენი ფსიქოლოგიური არ არის. მე არ მინახავს. დიდ კომპანიაში თანაბარი მოპყრობა მე არ მინახავს. პატარა კომპანიაში მინახავს, 5 კაცი თუ მუშაობთ, შეიძლება ოჯახივით ვიყოთ, ხო? პატარა NGO-შიც მინახავს, ხო? უფროსი ქვია ტიპს, ის დადის შეხვედრებზე, ეს დადის იმაზე და ანუ შეიძლება იყოს თანაბარი მდგომარეობა. დიდი ორგანიზაციები თუ ამას დაუჯერებთ, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, გამოდის, რომ თქვენთვის დიდი ორგანიზაციები არ არის. ანუ არ არის რას ნიშნავს, აგიყვანენ სიამოვნებით. უბრალოდ რამდენად იხალისებთ და რამდენად იქნებით ბედნიერი, ეს არის გაურკვეველი. იმიტომ რომ დიდი ორგანიზაცია ყიდის კონცეფციას, რომელიც არის მუშაობა უსიყვარულოდ. უბრალოდ უსიყვარულოდ კი არა, მოწონებით, სიმპათიით. ანუ სიყვარული, ძლიერი, ფუნდამენტური სიყვარული არ არის. გეუბნებიან, რომ მოგწონს გაყიდვებში იმუშავებდი და შენ ამბობ, რომ ხო, რა ვიცი რას ნიშნავს. ესე რა, ხო, არაუშავს, რავი, რო შევხედე, არაუშავს და გეუბნებიან, რომ მოდი, ხო? Generation X-ერები თვლიან, რომ ეგეთი სამსახური არის ძალიან მაგარი. ხო, მე ვთვლი, რომ თუ ნორმალურად მიხდიან და ჩემი სამსახური პახვდუ მომწონს კიდევაც, რა მაგარია. ხო? მაგრამ ის მიყვარს ამბავი ჩემთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, ხო? მე ცოტა გაღუნული Generation X-ერი ვარ, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში, მაგრამ ფუნდამენტურად იგივეა, ესე იგი, ისეთ ორგანიზაციებში ვიმუშავე და ისე კარგად მახსენდება, როგორშიც შეიძლება ეხლა თქვენ კი არა, მე ვეღარ გამეძლო, ასე ვთქვათ, ხო? ანუ რაღაცეები ხდებოდა იქ ისეთი რამეები, რაც არ იყო მთლად კარგი. და მე იცი რას ვფიქრობდი? ვფიქრობდი, რომ სამსახურია. ხო, რა სამსახურია და რა ვქნათ, ეგ არის რაც არის. და სიყვარულს ამას არ უკავშირებდი დიდად, ხო? ეხლა სიტუაცია იცვლება. ეხლა მრჩეველებს დაუბრუნდეთ. მოკლედ, მილენიალი, რა ვიცი, რა გქვიათ, სახელი რა გქვიათ? სალომე. მილენიალი სალომე, მივა სახლში, მილენიალი ხარ, ხო? ხო. მივა სახლში და დედას ეტყვის, რომ რაღაცა მოვიწყინე ამ სამსახურში რა, ხო? და ის ეტყვის, რომ რა ცუდად გექცევიან, ის ხო Generation X-ერია და თავის გადმოიღო თავისი ფილტრი. ცუდად მოგექცნენ შვილო, არა. ისა, იმაში გიშლიან, არ გასწავლიან, საქმეს არ გაკეთებინებენ, ჩაიარა თავისი 50 პუნქტი, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი კარგად არის და ეტყვის, რომ ვერ ახარ, ხო, იცი შენ. რა გინდა, დაჯექი და იმუშავე, ხო? ვიზიტკაზე კაი ლოგო გახატია, კარგი თანამდებობა გიწერია და სალომე კიდე ეუბნება, რომ მოვიწყინე დედა, არ მიყვარს. ხო? და დედა ვერ გაიგებს ამას მაზიანზე. შეუძლებელია, რომ გაიგოს, იმიტომ რომ სხვა ჯიშის არის. ფუნდამენტურად სხვა ჯიშის არის, ხო? მერე სალომე მივა დედამ რომ ვერ გაიგო, მივა თავის საყვარელ ლექტორთან გაუში და ეტყვის, რომ მოვიწყინე. ის ეტყვის, რომ გაისა გიშლიან მუშაობას, ცუდად მოგექცნენ, ეს გნე იმასაც ისია აქ. ხო? ეს ეტყვის, რომ არა და აბა ვერ ახარ შენ ეტყვის, რომ რას ქვია, მაგ ასეთ სამსახურზე ოცნებობს ხალხი, ხო? ოცნებობს ხალხი. ვინ ხალხი ოცნებობს ასეთ სამსახურზე? აი ისინი, თვითონ ოცნებობს მაგ სამსახურზე, ხო? კი, ნამდვილად.
ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენი ადგილი, მოკლედ ძალიან რთული არის, რომ დაიმკვიდრო ადგილი სხვების გარემოში, ხო? ძალიან რთული არის, რომ სამსახურში მიხვიდე დიდ ორგანიზაციაში და აღმოჩნდეს, რომ აი შენ გარშემო აგებენ, ასე ვთქვათ. შეუძლებელია, ხო? თქვენ ხო ნასწავლი გაქვთ, ალბათ მენეჯმენტის ნასწავლი გაქვთ და ორგანიზაციული ქცევა და 1000 უბედურება, ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ გამოვა. შენ როგორც გინდა, არ გამოვა. თანამედროვე ამ მენეჯმენტი ამბობს, რომ შენ როგორც გინდა, არ გამოვა. ეხლა რომ მოგისაჯოთ, რომ უსიყვარულოდ იმუშაოთ მთელი ცხოვრება, გაწყობთ თუ არ გაწყობთ? დეპრესიაში ჩავარდებით. ვიღაცები მუშაობენ მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ და არც დეპრესიაში ჩავარდნელან და არც არაფერში, ხო? ანუ პირველი ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ეს თქვენი სტანდარტია და სხვისი სტანდარტი არ არის. ანუ ვიღაცას სია აქვს 50 ელემენტიანი და ეს 50 ელემენტიანი სია თუ დაკმაყოფილდა, კმაყოფილი იქნება თავის სამსახურით, ხო? მოკლედ მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ მოგიწევთ შექმნად თქვენი გარემოებები თვითონ. სალომეს მოუწევს თავისნაირ მეგობრებთან ერთად შექმნას ისეთი გარემო, როგორიც იქნება მისთვის მისაღები. შეიძლება ეს იყოს ბიზნესში, შეიძლება ეს იყოს არასამთავრობო სექტორში, შეიძლება საზოგადოებრივ რაღაც საქმიანობაში იყოს, სპორტში, მედიაში, ოღონდ უნდა შექმნას ისეთი გარემო თვითონ როგორიც უნდა. ხო? და ამ შექმნას ჩვენთან ეძახიან, მანდამაი ბიზნესზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ლექციასაც ქვია ბიზნესი და სიყვარული, თუმცა ბიზნესი ის არის, ხო, საქმეს ნიშნავს, ასე ვთქვათ და საქმიანობას გულისხმობთ. ანუ ისიც ბიზნესია, ჩვენ არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, მართვის აკადემია, სადაც მე ვმუშაობ, მაგრამ ბიზნესია. უბრალოდ მოგება სახლში კი არ მიაქვს, არამედ აბრუნებს რაღაცა ამოცანების გადასაჭრელად. თქვენ თუ უნდა შექმნათ თქვენი გარემო, ხო? აი როგორც თქვენი ოჯახი უნდა შექმნათ, აიგრე უნდა შექმნათ თქვენი ისა. უბრალოდ ოჯახში, ესე იგი, შეზღუდვები არის მონოგამიასთან დაკავშირებული, რომ ერთი და ერთიო ამბობენ, ბიზნესში ესეთი შეზღუდვები არ არის, ხო? ანუ, რა ვიცი, 7-მა შეიძლება შექმნას, ხო? თუმცა, ხო, მანდაც რაღაცა პლუსები და მინუსები აქვს თავისი, ხო? როგორ ავირჩიო, მთავარი შეკითხვა არის, როგორ ავირჩიო, რა საქმეს მოვუკიდო ხელი. აი ეს არის მთავარი შეკითხვა. როგორ ავირჩიო, რა საქმეს მოვუკიდო ხელი, რომელიც გიყვარს და ერთი პასუხია ხალხო, ერთადერთი პასუხია. ყველა სხვა პასუხი არის ტყუილი. და ყველა სხვა პასუხი არის Generation X-ელების მოგონილი, ხო? მაგალითად Generation X-ელი ვარ მე და მე ვამბობ, რომ თუ გული არ მერევა და შემოსავალი მოაქვს, ეს არის კარგი ბიზნესი. და მე შემილია ამ გარემოში ცხოვრება. არ მეხუთება სული. თქვენ ჩაგეხუთებათ სული, ვერ გააკეთებთ ამას, ხო? იმიტომ რომ ახალი ჯიშია და თან რატო უნდა გააკეთო, როცა არის საშუალება რომ არ გააკეთო, ხო? ანუ იქ რაღაც შეზღუდული საშუალებები იყო, ჩვენ არც ბეიბი ბუმერებს ვამტყუნებთ და არ Generation X-ელებს და არავის. ვამბობთ, რომ თავის გარემოში ცხოვრობდა და როგორც იყო თავის გარემოში, ისე ცხოვრობდა, ხო? ეხლა მთავარი რისკი რა არის, იცი? რომ თქვენ ადგებით წახვალთ იმაში, რაც არ გიყვართ, ხო? მოაკითხავს თქვენი სახელი? გიორგი. გიორგის მოაკითხავს თავის მეგობარი და ეტყვის, რომ მაგარი პონტი გავჩნდე. გიო? მოკლედ რაღაცა ჩემ იმას ბიძაშვილს ადგილი აქვს, ჩემ ვიღად ნაცნობს რაღაცა სამრეცხაოს მოწყობილობები აქვს, იაფად იმას ისა აქვს და მოკლედ გააკეთებენ გიო და მისი მეგობრები სამრეცხაოს, ავტო სამრეცხაოს, ხო? ბედნიერი ავტომრეცხავი თუ გინახავთ? რაგაცინებ? გინახავთ? ბევრნი არიან, ხო? ერთია. ორნი შეიძლება. რატო არის, მოკლედ, ავტოსამრეცხაოები ახალ თაობაში უნდა აღმოიფხვრას, როგორ ფიქრობთ? არა. შეიძლება რომ იყოს, ხო? და ყველას რო ცხვირპირი ჩამოსტირის იქ ვინც მუშაობს? ამერიკაში რა ხდება, ხო არ იცით? ხო, ავტომატური ადამიანიანი სამრეცხაოები არ დარჩა. ხო, ვიღაცა თუ მილიონერია და თავისი ისა აქვს, ავტოშოპია, ასე ვთქვათ, იქ შეიძლება გარეწო. მრეცხავი არ დარჩა. რატო არ დარჩა მრეცხავი, შეკითხვა მაქვს.
ერთი რომ მანქანამ ჩაანაცვლა, მაგრამ ვიღაც ტიპები რომ ყოფილიყვნენ, რომ ძალიან ყვარებოდათ, ისინი ხო დარჩებოდნენ და ამოწყდნენ ეს ტიპები რა. არ არის ეს ის საქმე, სადაც ხო, ადამიანის საქმე არ არის, ხო? მოკლედ მანქანების რეცხვა არ არის ადამიანის საქმე. ხო? და თუ ადამიანის საქმე ერთადერთი ადამიანი ვინც უნდა რეცხოს მანქანა არის პატრონი იმ მანქანის. ან მისი დაქირავებული ვიღაც ტიპი თუ არ ცალია პატრონს, ესე იგი შეგიძლია ვიღაც დაიქირავო. შენ რო ვიღაცას დაიქირავებ, თქვა კარგი ხელფა იცით რა ვქნათ? მე ვხსნის ამ რეცხაოს, ფული საიდან მომაქვს აზზე არა ვარ, სადაც მრეცხავებს ექნებათ 3000 ლარი თითოს. ხო ვიშოვი მრეცხავებს, თუ ვერ ვიშოვი, აგერ გაუს მეზობლად, ხსნი მოპირდაპირე მხარეს ამ რეცხაოს. გაიხარეთ. აი უკვე დაიწყო ესე იგი ჩვენი სამრეცხაოს ის. მერე რა მოხდება, რო ვიშოვი ამ რეცხავებს, გაღიმებულები და ბედნიერები იქნებიან, ხო? ცოტა ხანს გააღიმებს, მოკლედ 3000 ლარი კაჩავს 6 თვიან ღიმილს. ხო? მერე ამბობ რომ რას ვაკეთებ? კარგი, მონა ვარ ჩვეულებრივი, ხო, რას ვაკეთებ? აი ვისთანა ვარ, ანუ რაში და ვიღაცა მეტყლასელების შეკრებაზე კი ამოვიღებ თამამად და დავდებ ფულს, ესე იგი და მეტყვიან რომ სად მუშაობო და მე ვიტყვი რომ რავი რა ჩალიჩობ რაღაცებს. ხო. იმიტომ რომ მიტყდება. არ მინდა მანქანების რეცხვა. მოკლედ თქვენ თუ გააკეთებთ ბიზნესს, რომელშიც ტიპებს ვინც იქ მუშაობენ არ უნდათ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, შანსი არ არის 3-3000 კი არა, 300-300,000 რო გადაუხადოთ, просто დროს გაახანგრძლივებთ. ჯერ ერთი 3-3000 ვერ გადაუხდი, იმიტომ რომ მაგ ბიზნესში მაგ და იმ ფული არ არის. ხო და სახლიდან ხო არ მოიტან. და მეორეც ერთი რომც გადაუხადო, მაინც შანსი არ არის, არ გამოვა რა. ავტოსამრეცხაოებს ესე იგი შეგვიძლია რომ უკვე გამოუწეროთ ისა საგზური მოუსვლელში, ნელ-ნელა წავლენ და გაქრებიან, ხო? ამას წინათ აღმოვაჩინე რომ გაქრნენ ფოტო ისინი. რა ქვია, ფოტოსამყაროთ, ფოტოატელი. ხო, აღარ არის რა, მოკლედ, აი რომ მიხვალდა დააბეჭდინებ, დამჭირდა და მთელი ქალაქი მოვიარეთ, ერთი ვიპოვეთ და რიგი იყო კილომეტრიანი, იმიტომ რომ მეტი აღარ არის და მეორე გვითხრეს რომ აი ეგერ მოუსვლელის 6-შიაო და კარჩე იქ უნდა წახვიდოთ და ვერ წავიდოდით მოუსვლელის 6-ში და დავრჩით გაღიმებული. სად წავიდნენ რა დაემართათ? მოთხოვნა გაქრა. რაღაცაებმა სახში პრინტერმა ჩაანაცვლა. მე ეს დაბეჭდილი სურათი ვაფშე აღარ უნდა, ხო, დაპოსტავდა, ეგ არიან, ჩაიწერ რაღაცა სიზამ, ხო? ბენზინჩიკები გზაში არიან. მოკლედ ესეც არის საქმე, რომელიც არავის არ ეხალისება. აი დგომა და ცდა რომ შენ შემოხვალ და ბენზინს ჩაგისხამენ, მოკლედ ესეც გავა რა. და ბევრი რამე ეგეთი გავა, ხო? სელფ-სერვისები, მეტი კაფე გაჩნდება სელფ-სერვისით. ხო? იმიტომ რომ შედარებით დაბალი დონის კაფეს არ შეუძლია რომ კარგი ოფიციანტი ყავდეს და ვერ შექმნის ისეთ სისტემას და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ვამბობთ, ის ნახეთ ის რო იყო ცუკერბერგი საძის. ვიდეო იყო, ესეთი ცუკერბერგი აჩვენებს თავის სამუშაო ადგილს. აი ესე დადის და აჩვენებს რომ აი მე აქვსი ვარ, ნახეთ და საძის. ხო, ოთახში ზის და მუშაობს, ხო? და რასი ხშირით დადის, ხო არიცით სამსახურში? სულ დადის, ხო? კაი ბატონო. ამ სამრეცხაოს აი შემოსახვევში რო არის იმის პატრონი საძის. რაღაც რესტორანში, სახში. აქ არა, ხო? აქ არ ზის. და რატო არ ზის აქ? აწყობილი აქვს აქ. ცუკერბერგს არა აქვს აწყობილი? და ამ ტიპს აქ არ უყვარს და ეჯავრება ხალხო, ეჯავრება, დაქორწინდა ანგარებით და დანახვაც არ უნდა. აი რომ ხედავს, ხო? როგორც კი თავის სამრეცხაოს ხედავს, სინდისი ეუბნება, რომ ესახარო. ხო, ესახარ, სულ ესახარო და ეჯავრება და ძალით რომ მოიყვანოთ, ვერ მოიყვანთ რა. ერთადერთი აი ფულის ამბავში რომ ფული აიღოს და ისიც ცდილობს რომ ვიღაცამ ჩაურიცხოს, მოკლედ აქ არ უნდა მოსვლა, ვაფშე შეხედვაც არ უნდა ამ თავის იმეებზე, ხო? აქირავებენ რაღაცებს, მაგრამ არ მოდიან ტიპები შუამავლებს პოულობენ, ვინც მიხედავს დამქირავებელს, ხო? იმიტომ რომ ვერ იტანს ამას, დანახვაც არ უნდა თავისი საკუთარი გასაქირავებელი იმეების, ხო?
ოღონდ ის Generation X-ელია უმეტეს შემთხვევაში და იტანს რა ამ მდგომარეობას, რა სტანდარტითაც მე ვთქვი, რომ თუ არ მახჩობს რაღაცა და შემოსავალი მოაქვს ჯანდაბას მაგის თავს. თქვენ ამას ძალიანაც რომ მოგინდათ ვერ გააკეთებთ. ხო? თქვენში ხჩობა არის გაცილებით უფრო ძლიერი, თავისუფლების მოთხოვნა არის გაცილებით უფრო ძლიერი. თქვენ არ გამოგივათ უსიყვარულო ბიზნესები. პირობას გაძლევთ, დავწერთ და ხელს მოვაწერთ თუ გინდა. ანუ ყველა მცდელობა რომ უსიყვარულო ბიზნესი გააკეთოთ, იქნება დაკარგული წლები. იმიტომ რომ ჯინა და ჟილკა გაქვთ ძალიან ბევრი. ანუ სალომემ თუ თქვა, მეგობრებს თუ უთხრა, რომ ავდგები ეხლა და გავაკეთებ coffee corners, გააკეთებს. რატო გააკეთებს? იმიტომ რომ უყვარს. არა, იმიტომ რომ დაამტკიცოს, რომ კიტრიკი არ არის ადამიანია. ანუ დაამტკიცოს, რომ თავისი სიტყვის უკან დგომა შეუძლია. ესეც მილენიალებში არის ძალიან მაღალი. მოკლედ სიჯიუტე, ხო, პრინციპულობა თუ გნებავთ, მოკლედ ამბობენ მკვლევარები, რომ მილენიალები არიან ჯიხვები. ხო? რო უთხრა, ეხლა ეს ფანჯრები არ იღება, რო გითხრათ, რომ ვერ გადახტებით, შეიძლება ნახევარი გადახტეს. ხო? ანუ ის ამბავია, ასე ვთქვათ, ჯიხობის ამბავია, ხო? ამიტომ უნდა წახვიდეთ და ისეთი საქმე უნდა გააკეთოთ აუცილებლად, რომელიც გიყვართ რა. ჩემი მოწოდება მთავარი დღევანდელი არის, რომ ძალიან ფრთხილად, ძალიან ყურადღებით აარჩიეთ, ესე იგი, რას მოკიდებთ ხელს, ხო? ეხა ფულზე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ძირითადი შემაცდენელი თქვენ ხო ყავთ მრჩეველები, Generation X-ელები. როგორც კი შენ დააპირებ, რომ გააკეთო ისეთი საქმე, რომელიც გიყვარს, რას გეტყვიან შენი მრჩეველები? გამიზიარეთ ვინმეს რა გიყვართ? ფერმა. რა ფერმა? კურდღლის ფერმა. კურდღლები გიყვარს. მართალი. ხორცი გიყვარს. ანუ კუდარი კურდღლები გიყვარს თუ ცოცხალი? ხო. კუდარი კურდღელი ვის? აი მოვლის პროცესი. ეგ არის მან თავარი, ხო? მე ვამბობდი თურმე ბავშვობაში, რომ რა ბედნიერია თქო, ვისაც აკვარიუმი აქვს, ყოველდღე თევზს ჭამს თქო. თევზის ჭამა ვისაც უყვარს, იმან არ უნდა გააკეთოს თევზის ბიზნესი, ხო? თევზი ცოცხალი როცა არის, ვისაც უყვარს, იმან უნდა გააკეთოს, ხო? იმიტომ რომ თევზის ბიზნესი არის, რომ თევზი კარგად იყოს, რომ მოვკლავთ, გემრიელი იყოს, ასე ვთქვათ, ხო? რჩეველები რას გეუბნებიან? რამეს გეუბნებიან? არ გამოგივა ამბობენ. ხო, ამბობენ რომ არ გამოგივა, ამბობენ რომ აზრი არ აქვს, რა კურდღელი კაცო წადი გააკეთე ძროხა, იტყვიან, იმიტომ რომ რაც არის მეინსტრიმი, ვიღაცას გაუკეთებია და ასე შემდეგ, ხო? აუცილებლად მე პირობას გაძლევთ, რომ თუ თქვენ მოკიდებთ ისეთ ხელს, რაც გიყვართ, ისეთ რამეს ხელს, რაც გიყვართ, ხო, ჯერ ერთი რისკი ვთქვათ, რომ შეიძლება თქვენ უკვე დაგავიწყეს, რაც გიყვართ მართლა და ჩაგიდეს თავში ახალი სიყვარული. ეს რისკი არის და ერთი რაზეც უნდა ყველანი დავფიქრდეთ, ხო? მე პირადად ერთი 25 წელი ჩემი ცხოვრების შევალიე რაღაცას, რაც არ მიყვარდა, ხო? იმიტომ რომ ჯეროდა რომ მიყვარდა. და მჯეროდა რომ მიყვარდა, იმიტომ რომ როცა მე ჩამოყალიბების პროცესში ვიყავი, მოკლედ ვიღაცებს დაუჯერე რა. ტიპებმა თქვეს, რომ აი ესე თუ იზამ, მოკლედ ბედნიერი იქნები და მე აღმოჩნდა, რომ თურმე არ ყოფილა ესე. ერთი რისკია, მოკლედ თუ თქვენ მართლა გიყვართ ხალხთან ურთიერთობა, ეს არის ძალიან კარგი და ბუნებრივად ჟღერს გჯერათ, რომ ვიღაცას უყვარს ხალხთან ურთიერთობა. გჯერათ, ხო? და ეს საზოგადოებასთანო რატო დაამატა მე? პიარი რო გამოსულიყო. ეს შეიძლება უკვე ვიღაცის მოტანილი იყოს რა. ანუ ხალხთან ურთიერთობა თუ გიყვარს ვერ შეგეშლება, ხო? ანუ ხალხთან ურთიერთობით ვიღაცა სიამოვნებას იღებს, ვიღაცა არ იღებს, ხო? კურდღლებთან ურთიერთობა თუ გიყვარს ვერ შეგეშლება, ხო? ეხლა შეიძლება თუ არა კურდღლებთან ურთიერთობა მიყვარდეს, მაგრამ შემაცდინოს ვიღაცამ და მითხრას, რომ მაშინ ფერმა უნდა გააკეთო. მოკლედ, ეგ ლინკი ხო არ არის გაყალბებული შემთხვევით. რა შეიძლება სხვა გავაკეთო თუ მიყვარს კურდღლებთან ურთიერთობა? ფერმა არ გავაკეთო და შეიძლება ბიოლოგი გავხდე და ესე იგი მარტო კურდღელს კი არა, შევისწავლო კურდღლები შეიძლება? შეიძლება. შეიძლება გავხდე, მონადირე ხო? მოკლედ, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან მაგრა უნდა დაფიქრდეთ, მართლა ის გინდათ თუ არა, რაც გონიათ რომ გინდათ, ხო? იმიტომ რომ ეგ შეცდომა დაგიჯდებათ მაგარი ძვირი. ხო?
თქვენ შეიძლება ესე იგი გატყუებდნენ Generation X-ელი მრჩეველები, რომ ეს გინდა. ანუ შენ რო უთხარი რომ ხალხთან ურთიერთობა მიყვარს, შეიძლება ვინმე მგითხრა, რომ ხო, საზოგადოებასთან ურთიერთობა რა კარგია. შენ რომ თქვი რომ ისა, ხო, ჩემი შვილი სწავლობს იმაზე, სამართლის მიმართულებით და კომაროვი დაამთავრა, მანამდე კომაროვში სწავლობდა სკოლაში და სამართალზე ჩააბარა, უცნაური კომბინაცია. და უთხრეს რომ ისავ ალბათ და კარგად სწავლობს და უთხრეს რომ ხო ალბათ ბიზნეს სამართალზე წახვალო, ხო? რატო უთხრეს რომ ალბათ ბიზნეს სამართალზე წახვალო? იმიტომ რომ ითვლება რომ კაი პონტია და ვისაც შეუულია ყველა ბიზნეს სამართალზე უნდა წავიდეს. ანუ სტერეოტიპი საზოგადოება ამბობს რომ თუ სამართალია ბიზნეს სამართალი ჯობია. და ამან უთხრა რომ არა, სისხლის სამართალში ვაპირებო. იმან უთხრა რომ ისავ მათემატიკა არ იცი ეთყობაო. ხო? ხო, ამასაც გილოცავთ, რომ სისხლის სამართალში ის ხალხი მიდის, ვინც მათემატიკა არ იცის და ლოგიკა არ აქვს. ხო, ეს მოსალოცი ამბავია და ისახება და აისახება აუცილებლად ჩვენ იმაზე. აწმყოზე და მომავალზე. ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოება არის დახვეწილი ძალიან, რომ შეგაცდინოს, ესე იგი, შეგაცვლევინოს მიმართულება. რაც თვითონ უნდა იმ მიმართულებით, ხო? ეხა გეტყვით. რა ვიცი, ბიზნესის მიმართულებით რამდენი სწავლობთ, იქნებ ხელი აიწიოთ. რა ამბავია, ხო? ხო. თქვენნაირები არის კონა მანეთად. უკაცრავად, ინდივიდუალურად თქვენნაირები კი არა, ყველა უნიკალური ხართ, ხო? ბიზნესზე რო სწავლობენ, ეგეთი არის ათასობით ადამიანი, ხო? სად მუშაობენ ეს ტიპები, რას აკეთებენ? ბანკში მუშაობენ ოპერატორად, მონებად მუშაობენ ბანკში, ხო? კიდევ სად მუშაობენ? კომპანიებში რას აკეთებენ? გაყიდვებად, ხო? შეიძლება იმუშაოთ. ჩემმა მეგობრის შვილმა, მოკლედ მე მიხმეს, ვიფიქრე რომ ბავშვი ალბათ მოკვდა, იმიტომ რომ მითხრეს რომ სერიოზული ამბავია, იქნებ მოხვიდეო და იმ ოჯახს ჩემთვის ესეთი რამე არასდროს არ უთქვამს და მივედი და რა შეამეთქი საქმე, მართლა გული გამისკდა და მითხრეს რომ ქიმიკოსობა გადაწყვიტაო. და შავები ეცვათ და ბებია იხოკაო და და დედას შავები ეცვა და მამა იძახოდა რა დაკაკელი და მე მიკეთებ ამას და ესეთ რამე ტიპმა თქვა რომ ბიოქიმიკოსობა მინდაო რა და მე მითხრეს რომ შენ მაინც აუხსენიო რა ჩვენ ვერ უხსნიდო და იქნებ შენ აუხსნაო და მე ვუთხარი რომ უნდა გიხაროდეთ რა იმიტომ რომ რა ვიცი ბიოქიმიკოსი ახალგაზრდა რავი არ არის საქართველოში საერთოდ და მოკლედ ბევრი ვეჩალიჩი ამ ბავშვმაც პრინციპულ რაღა ბავშვმა ხო 18 წლის ახალგაზრდამ პრინციპულობა გამოიჩინა თუ 17 წლის მოკლედ გააგზავნა ამერიკაში ამ თავის ბიოქიმიის მიმართულებით და იქიდან acceptance წერილი რომ მოვიდა მათ შორის ეწერა რომ თქვენი ქვეყნიდანო საერთოდ არ გყოლიაო ქიმიის არც ბიოქიმიის და არც არაბიოქიმიის ისაო და რა ვიცი 5 ადგილზე ჩაგრიცხავთ თუ გინდაო რა ანუ ის ხალხი ცდილობს რომ რაც შეიძლება დივერსიფიცირებული ისქონ წავიდა ისწავლა იცი როგორ ისწავლა ანუ ვიღაც ის არ წარმოიდგინოთ რომ დღვნიდა და კოსმოსში ზარმაცი ჩვეულებრივი მოღვენთილი ახალგაზრდა ესე იგი ესე რომ სწავლობს რა ესე ისწავლა პროსტა იქაური სტანდარტით ეხა ლოხობა არ უნდოდა და ანუ რა სტანდარტიც იყო ისწავლა ჩამოვიდა მოკლედ და თქვა რომ რა ვიციო რა ეხლა ალბათ სამსახური ხო უნდა დავიწყო და დავიწყებო სამსახურსო და ბძღვნა არის ხალხო ამ ადამიანზე არის ბძღვნა ერთადერთი ქართველი ბიოქიმიკოსია რომელმაც ის ინგლისური და აქ ამერიკული განათლება ერთადერთი და ბიზნესის მიმართულების სტუდენტები არის კონა მანეთად ამერიკაში დამთავრებული არის კონა დოლარად ხო ევროპაში დამთავრებული კონა ევროდ ხო ანუ არ ვაკნინებ რა თქმა უნდა ძალიანაც კარგი რასაც აკეთებთ ხა ესე არ გაიგოთ მაგრამ მე რას ვამბობ რომ კონკურენციის ამბავია ხო ეხლა როგორ მოხდა ეს ამბავი თან ხო იძახით რომ ჩვენი თუ წყვიტავთ ჩვენ ბედსო და თან ამდენი ბიზნესზე მოსწავლე რატო არის აი ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს თქვენი თუ წყვიტავდით ბედს რა გეტაკათ სულ ყველას რომ ბიზნესმენობა მოგინდათ როგორ არავის არ მოუნდა ქიმიკოსობა, როგორ არავის არ მოუნდა მუსიკოსობა, არავის კი არა, ძალიან ცოტას, ხო? რა არის ამ ბიზნესში ისეთი, რაც არ არის სხვაგან.
აი შეკითხვა მაქვს. აი და პრესტიჟულია იცი რას ნიშნავს რომ Generation X-ელებმა მოგლედ გააპიარეს ბიზნესის ადმინისტრირება. თან ბიზნეს ვინც გასწავლიდათ, ეხლა ძალიან პატივს ვცემ ისევ ხაზს უსვამ ესე იგი აკაურობასაც და სხვა უმაღლესებსაც ბიზნესის აზზე იყვნენ? თეორიულად, ხო? რამე გაუკეთებიათ? არაფერიც არ გაუკეთებიათ. ხო, არაფერიც არ გაუკეთებიათ. მოკლედ ბიზნესის სწავლებაში ფუნდამენტური პრობლემაა, ვინ გასწავლის, რატომ უნდა ვისწავლო ამ ტიპისგან ბიზნესი, რომელსაც ბიზნესი არ გაუკეთებია და ვაფშე საიდან იცის რა უნდა მასწავლოს, როგორ მას ამაშია საქმე, ხო? ხო. ისე ლაპარაკობ თითქოს მე ვსწავლობდე ბიზნესზე, თქვენ არ სწავლობთ? არა, გილოცავთ. აგარია. მოკლედ ჩვენ ვამბობთ რომ მიუხედავად იმისა რაზე სწავლობთ, ეხლა თქვენ უცბად გაქვთ მოსაფიქრებელი რა გინდათ, ხო? როგორც კი თქვენ წახვალთ უსიყვარულო გზით, მე პირობას გაძლევთ რომ დაიტანჯებით რა. დროს დაკარგავთ, თუ მაგარი ტიპი აღმოჩნდი, უფრო დიდხანს დაიტანჯები. იმიტომ რომ თუ არ აღმოჩნდი მაგარი ტიპი, მალევე შეგატყობენ რომ არ გამოგდის და გეტყვიან რომ შვილო, არც გამოგდის და არც ეშვები და იქნება დაგვანებო თავი. თუ მაგარი აღმოჩნდი, დავიღუპეთ. იმიტომ რომ დაგაწინაურებენ და მე შენი ტყვი რომ ეხლა დამაწინაურეს და ეხლა აქედან ქიმიკოსებში ხო არ წავალ რიგითებში. ან აქედან იქ ხო არ ხელოვნებაში ხო არ წავალ რა. მოკლედ რთულად არის ეგ ამბავი. ჩვენ ვამბობთ რომ ვისაც თავის საქმე არ უყვარს, ხო? სულ ერთია სამსახურში მუშაობს თუ ბიზნესში მუშაობს, ბოლოს მოუღებს აი ეს უსიყვარულობა და მოწყენილობა და ერთფეროვნება, ხო? ეს ტიპი რომელსაც აქვს ისა სამრეცხაო, ხო? რატო არ აახლებს რაღაცეებს და რატო არ უტრიალებს ამ თავის სამრეცხაოს და რატო არ ევლება მრეცხავებს თავზე? იმიტომ რომ არ ევასება და ვერ იტანს, ხო? ის კაფე რომელშიც ესე იგი იჯღანება ოფიციანტი, ხო? რატო ის ტიპი იქ რატო არ არის და რატო არ ხედავს ამას? არ უყვარს და არ უნდა და ვერ იტანს იქ ყოფნა. ხო. თუ არ გააუმჯობესებს, არაფერიც არ გაკეთდება, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ თუ დაიწყებთ ისეთ რამეს, რაც არ გიყვართ, იქნებით გასწრებაზე იქიდან, ხო? იმ დონემდე მიიყვანთ, რომ რაღაც ფული გააკეთოს და მერე დაანებებთ თავს და წახვალთ და გააკეთებთ იმას, რაც გიყვართ. ძალიან ბევრი ბიზნესი ხალხო ძალიან წარმატებული ამერიკაში არის დაწყებული 60 წლის და 65 წლის ხალხის მიერ, რომელიც დაიღალა აი მაგრა დაიღალა რა. ყოველ შემთხვევაში 40-ის მერე ძალიან დიდი პროცენტია, რომელსაც ამოუვიდა ყელში ის თავის არასაყვარელი სამსახური, ხო? ეს არის Generation X-ელების სტატისტიკა, იმად ნელა ამოსდით ხელში რა. დიდი მანძილი აქვს ყელამდე, ასე ვთქვათ, ხო? თქვენ არა, თქვენ ძალიან სწრაფად ამოგივათ ხელში. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამას სერიოზულად დაფიქრდეთ, რომ მარტო იმას მოკიდოთ ხელი, მხოლოდ იმას, რაც გევასებათ. ვიღაცები აუცილებლად გეტყვიან რომ მან ფულს ვერ გააკეთებ, ხო? როგორც ამ ჩემ ნაცნობის შვილს ეუბნებოდნენ რომ რა ბიოქიმიკოსი ხო არ გადაირიე და ტიპს ახლა ყველაზე მაგარი სამსახური აქვს და ოღონდ სამსახურში ხო მუშაობს და სამი კონკურენტი ფანჯარასთან დგას და სერენადებს უმღერის რომ წაიყვანოს სხვა სამსახურში. იმიტომ რომ ერთადერთი ბიოქიმიკოსია რა. თქვენ რომ მოკიდებთ საქმეს ხელს, რაც არ უნდა გითხრან, რომ შანსი არ არის, პერსპექტივა არ აქვს, არ გამოვა ისა, არ დაუჯეროთ არავის და გაიხსენეთ, რომ ესენი არიან სხვა ჯიშის, ხო? ცუდს კი არ გირჩევენ, კარგს გირჩევენ, ოღონდ თავისი სტანდარტით და თავისი სტანდარტი განსხვავდება თქვენი სტანდარტისგან. კიდე ერთი კარგი სიახლე უნდა გითხრათ, ქვეყნისთვის ცუდი სიახლეა, ესე იგი, მაგრამ რაღაც ყველაფერ ცუდში არის კარგი ნაწილი, ასე ვთქვათ, თუ კომპონენტი, ხო? ვინც ახლა არის სადღაც 20-დან 25 წლამდე არიან ესეთები აქ. არიან, ხო? აიციეთ ხელი, 20-დან 25-მდე ბევრი. ესენი აი ასეთები არიან ორჯერ ნაკლები, ვიდრე 35-დან 40-მდე. მოკლედ დემოგრაფიული ორმო გვაქვს ქვეყანაში, შობადობა შემცირდა 90-იან წლებში, მაგრამ შესაბამისად მილენიალები არიან ცოტა, ხო? ეს რითი შეიძლება იყოს კარგი სიახლე და რატო შეიძლება იყოს კარგი სიახლე?
კონკურენციის დასაქმების თვალსაზრისით მოკლედ ასარჩევად არის. რასაც გინდა იმას გააკეთებთ, ხო? ბანკებს, რომლებიც ითვლებოდნენ, რომ ძალიან მაგარი დამსაქმებლები არიან Generation X-ში, ხო? უკვე პრობლემა დაუდგათ, რომ თქვენნაირი ნიჭიერი ხალხი რეკავს ბანკში და ეუბნება, რომ რას შემომთავაზებთ. და ეს ტიპები ამ შეკითხვისთვის საერთოდ არ არიან მზად, ესე იგი, იმიტომ რომ და პასუხი აქვთ, რომ ჯერ დაგაყენებთ 3 თვე ბანკომატთან გაგახმობთ, მერე წყალში ჩაგიშვებთ და გაგყინავთ, მერე იქისა და მერე 17 თვის მერე შეიძლება რაღაცა 600 ლარი დაგინიშნოთ და მერე მათრახიანი კაცი გადგას მაინც და იმაშვება, რა ქვია, პერიოდულად გჯის. არ უნდათ მილენიალებს ესეთ სამსახური არ უნდათ რა, ხო? X-ი, Generation X-ის უნდა იცი როგორი ამბავი იყო, შენ რო გეთქვა, შენ 20 წლის წინ რო გეთქვა, რომ არ მინდა, გეტყოდნენ, რომ შენ დამპალო, კაროჩე ოჯახი ფეხებზე კიდია, იმიტომ რომ ყველა ხო, რო არც იტყოდი რა, მაგას ჩვენ თვითონაც მიხვდებოდი, იმიტომ რომ ყველა იყო მშიერი, მშობლებს სამსახური აღარ ქონდათ, არავის სამსახური აღარ ქონდა, შენ ქონდა შანსი, რომ ამოგეკაჭა მთელი საგვარეულო. Generation X-მა რახან ბიზნესს ვერ აუღვალღო, ამიტომ ჩათვალა, რომ ბიზნესი ყველაზე მაგარი რამეა და თქვენ ბაღიდან გიჩიჩინებენ, ესე იგი, რომ ბიზნესი არის მაგარი. აბარა. იცით რა შეასახმო? ზუსტად მაგას ვამბობთ, ესე იგი და განათლების სისტემასთანაც დავაკავშირებ. ჩვენ ვამბობთ, რომ ტიპი როცა არის აზზე მოსული, ხო, რაღაც ასაკი გამოვყოთ. ესე იგი, როცა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ჩვენ დროს ეს ასაკი იყო უფრო მაღალი Generation X-ში, ვიდრე ეხლა არის. ეხლა მოკლედ 12, 13, 14 წლის ადამიანებს სრულად შეიარაღებული არიან იმისთვის, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ თუ მოვახერხეთ, რომ მაგ ასაკიდან მათი სწავლა იყოს დიდწილად პრაქტიკული და ზუსტად მაგაში მდგომარეობდეს ზედაკლასებიც და უმაღლესიც, რომ სულ სადღაც მიდის, ხან იქ მიდის და იმას აკეთებს, ხან აქ მიდის და ამას აკეთებს, მაშინ ზუსტად გაუადვილებთ მაგ ამბავს. მაგრამ ჩვენ ამის ნაცვლად რას უკეთებთ? ჩვენ ვეუბნებით 13-14 წლის ადამიანებს, რომ ეხლა უცბად ჩამოყალიბდი შენ რა გინდა. იმიტომ რომ უმაღლესში რო ჩააბარებ, უკვე არჩეული უნდა გქონდეს, რა გინდა, აქ არის ფუნდამენტური შეცდომა რა. იმიტომ რომ შეუძლებელია მოასწრო სკოლაში, მოსინჯვა ყველაფრის, იმიტომ რომ სკოლაში, თან კარგ სკოლაში საკმაოდ დატვირთულია და რავი, ცურვაზე ვერ დადის. ზოგი ბავშვი ესე დრო არა აქვს, ან ცურვაზე დადის, სხვა რამეზე ვერ დადის. ამიტომ გამოვიდა, რომ ან უმაღლესი უნდა გავაჩოჩოთ. ანუ ვთქვათ, რომ მოდი შენ ახლა სკოლა დაამთავრე, იმუშავე 1-2-3 წელი, აქეთ ეცი, იქით ეცი, ახალგაზრდა ხარ, ხოძზე ხარ, ჯანზე ხარ და მერე გადაწყვიტე, რას აკეთებ და მერე უკვე რომ ჩააბარებ შინაარსიანად და ადგები და ისწავლე. ხო, ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, რასაც ახლა ძალიან ხშირად აკეთებენ სამწუხაროდ არის თუ საბედნიეროდ არ ვიცი, არის რომ სადღაც აბარებს, ოღონდ ისეთ ადგილას აბარებს, სადაც დრო შედარებით მეტი ექნება, ანუ არამკაცრი დასწრების გარემოში. პარალელურად მუშაობს, მიდის, მოდის, დიჟენიოებს, ამას აკეთებს, იმას აკეთებს, ცდილობს რომ გაერკვეს, ხშირ შემთხვევაში დამთავრებისკენ ხვდება, ესე იგი სინამდვილეში რა უნდა და შეიძლება თქვა ანუ ცხოეთში წავიდეს და სხვა სპეციალობაზე ისწავლოს, ან დაემთხვეს მისი მუღამი იმას, რასაც სწავლობს, ან აქვე გააგრძელოს სწავლა რა. გამოდის რომ ცოტა ვეისტი არის რა და ეს პრესინგი, რომ აბა გადაწყვიტე და თან უყურე, როგორც კი ვერ ვწყვიტაო, აი მე-11 კლასელს ან მე-10 კლასელს ეჩალიჩებიან რომ გადაწყვიტე. და ადამიანი ამბობს რომ ხალხო ვერ ვწყვიტაო, არა ვარ მზად. ხო? გადაწყვეტილება გადადის მშობელზე და მშობელი არის Generation X-ი და წყვიტავს თავისი დროის და თავისი სტანდარტებით, ხო? რაც არის აბსოლუტური შეცდომა რა. მოკლედ ჩვენ ვამბობთ რომ აი ეს ტერიტორია სკოლის ბოლო წლებს პლუს შუალედი, ფენი უმაღლესამდე არის საუკეთესო ტერიტორია რომ გადაწყვიტოს რა. მაგრამ ეგ როგორ იქნება არ ვიცი.
კაი, მე ახლა ნელ-ნელა შევაჯამებ, ესე იგი თუ კონკრეტული რამე შეკითხვები გექნება თან არა კონკრეტული აუცილებლად ვუპასუხებ, მე ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ ერთადერთი გზა რომ იყო ბედნიერი, არის რომ დაქორწინდე სიყვარულით და ერთადერთი გზა პირად ცხოვრებაში და ერთადერთი გზა არის რომ იყო ბედნიერი პროფესიულ ცხოვრებაში, ეს არის რომ დაიწყო საქმე სიყვარულით. ხო? სხვა ყველა გზა, რაც თავში მოგდით ალტერნატიული, არის მცდარი. უბრალოდ მცდარი. ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ეს არის და მეცნიერულად გამაგრებული. თქვენ შეგიძლიათ რომ ჩაუღრმავდეთ ამას, წაიკითხოთ რაღაცეები, რა ვიცი, სამეცნიერო კვლევები, წიგნები, ასე შემდეგ და ყველაფერში ყველგან წერია ერთი და იგივე. ოღონდ იმ პირობით, რომ მილენიალების ამბავი არის გათვალისწინებული. არა და უმეტესობა წიგნები ეხლა ვისიც არის, ეს არის Generation X-ელების დაწერილი, ხო? მილენიალები ჯერ წიგნებს ცოტას წერენ, იმიტომ რომ ჯერ პატარები არიან წიგნების საწერად, ხო? მოკლედ არავის არ დაუჯეროთ და დაქორწინდით მხოლოდ სიყვარულით და საქმეც გააკეთეთ მხოლოდ სიყვარულით და იქნებით ბედნიერები, მაგრები და ეს ქვეყანა აშენდება.